ოკეი. მოგესალმებით ყველას. ჩემი სახელი არის მიხეილი, მე ვარ ამ პროექტის ხელმძღვანელი. ჩემი კოლეგა ის არის ნიკოლოზი, ის არის პროექტის კოორდინატორი. დღეს გაგესაუბრებით ამ პროექტის შესახებ. მე მგონი ყველას ქონდა ცნობა ბროშურაზე, ნახეთ რაზე არის, რას მოიცავს. დღეს გვექნება საშუალება დეტალურად გავიაროთ ყველაფერი, თუ რამე კითხვები გექნებათ, შევეცდები მაქსიმალურად გავცეთ პასუხი და აგიხსნით იმას, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ მუშაობა ერთად შემდეგი კვირიდან. დავიწყე პირველ რიგში იმიდან თავს გაგაცნობთ, მე განათლებით გახლავთ ბიოქიმიკოსი, თუმცა ჩემი ბოლო დაახლოებით 5-6 წელია შევიცვალე ოდნავ პროფესია და ვარ დაკავებული სამეცნიერო ხელსაწყოების ინჟინერიით. როდესაც ვიყავი შოტლანდიაში, უნივერსიტეტის პერიოდის განმავლობაში ძალიან გამიტაცა მიკროსკოპია. ზოგადად მიკროსკოპი არის ბევრი სხვადასხვანაირი, არსებობს ელექტრონული, სადაც სინათლის მაგალითად ვიყენებთ ელექტრონებს, სხვა ტიპის ნაწილაკებს, არსებობს სინათლის მიკროსკოპია, არსებობს მექანიკური მიკროსკოპია, სადაც ჩვენ შეხებას ვაკეთებთ და ამის მიხედვით ვსაზღვრავთ ატომების ფორმას. არსებობს ბევრნაირი მიკროსკოპია და ერთ-ერთი მიმართულება ესეთი არის სუპერრეზოლუციური მიკროსკოპია. ალბათ გაგიგეთ ეგეთი დაავადებები არსებობს, როგორც ალცჰეიმერი, დემენცია. არ არის სამწუხაროდ ეს დაავადებები გავრცელებულია და კიდევ უფრო ვრცელდება ნელ-ნელა. მე მუშაობდი იმაზე, რომ ჩვენ გვქნიდით მიკროსკოპებს, რომლებიც ზუსტად იყო გათვლილი, დაგვენახა ინდივიდუალური ცილები, რომელიც არის პაციენტების ტვინში. როდესაც მათ პოსტმორტემის შედეგად მიღებულ მხედრებს ვაანალიზებდით, ვუყურებთ ამას. და მაგ ზუსტად გამიტაცა ამ სფერომ და მივყევი ამ ყველაფერს. მობრძანდით, გამარჯობათ. არ უშვს, დაბრძანდით. ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ვიყავი უნივერსიტეტში და დავკავდი ამ სამეცნიერო ინჟინერიით, მე წავასწრე ესეთ მიმართულებას, რომელსაც ვქვა ფრუგალური მეცნიერება. თუ გაგიგიათ ვინმეს მაგამდე, ფრუგალური მეცნიერება არის კონცეფტი, რომელიც შემუშავებული იყო ამერიკაში, სტენფორდის უნივერსიტეტში და იდეა არის შემდეგი. მეცნიერება არის ძვირი სიამოვნება, თქვენ თუ ნამყოფხარ ლაბორატორიაში გინახავთ, რომ იქ ლაბორანტები შემოხედონ გეტყვიან რამე ზედმეტად არ მოკიდო ხელი, რაღაც არ გააფუჭო. მიკროსკოპები, ცენტრიფუგები თუ სხვა ნებისმიერი სამეცნიერო ხელსაწყო ძვირადღირებული სიამოვნება არის და ამის გამო ბევრ ადამიანს მსოფლიოში ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ეკონომიკური შესაძლებლობები, არ აქვს წდომა ამ ყველაფერს და ამის გამო მათი მეცნიერება თუ მედიცინა თუ სხვა სფეროები არ არის განვითარებული. სტენფორდში ჩამოყალიბდა ეს კონცეფცია, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ძალიან დაბალ ფასში იმ ნივთებით, რომელიც ჩვენს გარშემო არის, მოვიფიქროთ, შევქმნათ, ავაწყოთ, ვაწარმოოთ დაბალი ღირებულების სამეცნიერო ხელსაწყოები, რომელიც გათვლილი არის სერიოზული, რეალური სამეცნიერო ამოცნების ამოსახსნელად. როგორც მაგალითად ის იყო, რაზეც მე მუშაობდი. ფრუგალური მეცნიერება, როგორც ვთქვი, სტენფორდში წარმოიშვა, ამის ფუძემდებელი არის პროფესორი მანუ პრაკაში. მანუ არის ბიოტექნოლოგიის სპეციალისტი. და ერთ-ერთი ამოცანა, რომელზეც ისინი მის ლაბორატორიაში მუშაობდნენ, იყო სხვადასხვა ტიპის ამოცანების პოვნა, რომელიც ქმნის სირთულეს გლობალური ჯანმრთელობისათვის. რას ნიშნავს ახლა ესა? მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, სადაც უმეტესობა მოსახლეობის არის, აფრიკაში თუ გლობალურ სამხრეთში, ინდოეთში თუ სხვა ქვეყნებში არის გავრცელებული ეს დაავადებები, როგორც მაგალითად მალარია. მალარია თუ გაგიგიათ, ეს არის საშინელი დაავადება, უამრავი ადამიანი ეწირება ყოველ წელს და მისი მკურნალობა ეფუძნება პირველ რაღაცას. ესა აღმოჩენა, რომ ადამიანს აქვს მალარია, სამდე გაუჩნდება სიმპტომები, ეს უკვე ძალიან გვიანი არის რაღაცის ქმედება. ამიტომაც ამისათვის ხდება გამოყენება მიკროსკოპიის, როგორც პირველ ნაბიჯის, ცენტრიფუგირების და ასევე საჭირო არის, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება თუ გარემოში არიან ის კოღოები, რომლებიც გადამდები არიან მატარებლები მალარიისა. და ზუსტად ამ თემატიკაზე მუშაობდნენ ისინი და ჩამოყალიბდეს კონცეფტი, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ ამოცანების გადასაჭრელად ჩვენ შევქმნათ რაღაცა სისტემა აზროვნებისა თუ ფიქრის, რომელიც მოგვეხმარება მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, ფიზიკურ გადაწყვეტილებამდე ამ პრობლემებისა, რაღაცა მოწყობილ შექმნამდე კონკრეტული ლოგიკური გზებით. აქ ესეთი პატარა სქემა არის ამ ყველაფრის და რას ნიშნავს ზოგადად ფრუგალური მეცნიერება და როგორ მუშაობს. ეს ყველაფერი ეფუძნება პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ სამეცნიერო რაღაც ამოცანას
ჩვენ გვჭირდება რომ მივიღოთ რაღაცა შედეგი, დავინახოთ რაღაცა, განვაცალკევოთ რაღაცა, გავაანალიზოთ რაღაცა, გავზომოთ მისი ზომა, რაოდენობა. ამ ამოცანის ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ ფიზიკურ პრინციპს. როგორ ხდება ესა? მაგალითად, თუ გქონიათ შეხება სასწორებთან, რომელსაც შეიძლება სახლში გქონდეთ ან საორჩო ზალში ყოფილხართ, ისინი მუშაობენ დეფორმაციის პრინციპზე. არის ესეთი მოწყობილობა, რომელსაც ქვია ინგლისურად strain gauge, რომელსაც ხდება მისი გაღუნვა წონის შედეგად, მისი პარამეტრები იცვლება. ეს შეიძლება იყოს წინაღობა, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ძაბო იყოს გაშვებული და ის შეიცვალოს და ხდება ამის შედეგად გაზომვა. ანუ ფიზიკური პრინციპი გაზომვის ამ შემთხვევაში არის დეფორმაციიდან გამომდინარე. კონკრეტულად, როდესაც ვლაპარაკობთ რაღაც ამოცანაზე, ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, რას გვინდა რომ მივახცოთ და რა გზით. მერე უკვე აქედან ხდება შემუშავება კონკრეტული იდეისა, როგორ შეიძლება რომ ეს გავაკეთოთ, გამომდინარე ჩვენს გარშემო არსებული ხელსაწყოებისა. მაგალითად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იგივე წონის გაზომვაზე, ჩვენ ვიცით, დეფორმაცია იწვევს რაღაცის ცვლილებას, ეს შეიძლება იყოს წინაღობის ცვლილება, ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ჩვეულებრივი ლითონებისაგან ისეთივე strain gauge, რომელიც არის დაუშვათ ჩვეულებრივ სასწორში, რომელსაც შეიძლება წააწდეთ საურჩო ზალში ან თქვენს აბზარეულობაში. შეიძლება ეს იყოს რაღაცა გამზომი მოწყობილობა, რომელიც ცდილობს რაღაც დაინახოს, მაგალითად მიკროსკოპი, შეიძლება ეს გააკეთოთ ძალიან მარტივად წყლის წვეთისაგან, პირველი მიკროსკოპი ზოგადად შეიქმნა, იყო გაკეთებული წყლის წვეთისგან, იმიტომ რომ წყლის წვეთი მუშაობს როგორც ლინზა და რეალურად მიკროსკოპი ეფუძნება იმას, რომ ჩვენ გვჭირდება რომ გავადიდოთ რაღაცა, ანუ მოვახდინოთ ზეგავლენა სინათლის სხივებს. ამ პრინციპების იდენტიფიცირებით, თუ რა არის ამოცანა, როგორია ფიზიკური პრინციპი გაზომვისა და მერე უკვე ჩვენ ვეძებთ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტას, ჩვენ მივდივართ მოწყობილობის შექმნის პრინციპზე. როგორ შეიძლება რომ რაღაც კონკრეტული ნაწილები ერთად შევკრიბოთ და გავაკეთოთ რაღაცა ამოცანის ამოსახსნელად მოწყობილობა. და მე გადავდივარ ტესტირებაზე. ამისი მაგალითი როგორც იყო მალარია, ესეთი პრობლემაზეც მუშაობდა მანუს ლაბორატორია. მალარიის პარაზიტი გამოიყურება აი ესე, მარცხენა მხარეს არის ეს ერითროციტის წითელი უჯრედი და მასში ეს ლურჯი პატარა ობიექტი არის მალარიის პარაზიტი. რა არის ახლა ამაში მთავარი დაბრკოლება, როგორც თქვი, ეს არის დიაგნოსტირება. ჩვენ თუ ადამიანს დაუდიაგნოსტირებთ მალარია, როდესაც ის ადამიანი უკვე ცუდად არის, ავად არის, გადარჩენის შანსი მის დაბალი არის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამის დანახვა სანამდე რაღაც სიმპტომები გაუჩნდება და ეს ხდება ორი მოწყობილობით, მასხევსა ცენტრიფუგა, თუ ქონიათ ვინმე ოდესმე შეხება ცენტრიფუგებთან, კი? რა კონტექსტში ქონია შეხება და რა ქვია, რომ შენ თავი რო წარმოგიდგინო? აჰა. ცენტრიფუგები ზოგადად მუშაობს იმ პრინციპზე, რომ ჩვენ ვიყენებთ ცენტრიფუგულ ძალას. ეს არის ფიზიკური მოვლენა, რომელიც წარმოქმნის ეს ვთქვათ, რომ წარმოიგოთ თითოეულ ობიექტს აქვს გარკვეული სიმკვრივე. რამდენად მძიმე არის თავის მოცულობასთან შედარებით. როდესაც ცენტრიფუგული ძალა დავაწვევთ ცენტრიფუგული ძალით მას, გააჩნია რამდენ ძლიერია ეს ძალა, განსხვავებები ორ ობიექტს შორის, თუ რამდენი არის მათ შორის სიმკვრივეები, იზრდება პრაქტიკულად რომ ვილაპარაკოთ. ანუ ის ყველაფერი რაც უფრო მკვრივია, ცალკევდება და ის რაც უფრო ნაკლებად მკვრივია, ის განსხვავებულად ცალკევდება და იწვევს იმას, რომ ხდება დაყოფა სიმკვრივეების მიხედვით. ამის გაკეთება არ არის მარტივი ამბავი, ან შეიძლება არის როგორც ნახავთ მოგვიანებით და ამიტომაც ეს მოწყობილობები საკმაოდ ძვირი ღირს $500-ზე მეტი. და ასევე რა თქმა უნდა ტრანსმისიული ოპტიკური მიკროსკოპია. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ მალარიის პარაზიტი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ჩვენ განვაცალკევოთ ერითროციტები, ცენტრიფუგების გამოყენებით სისხლიდან და მერე მასში დავინახოთ თუ არის მალარია. ეს ხდება დიაგნოსტირება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის ძვირი. მანუს ჯგუფმა სტენფორდში შექმნა ფუგალური ანალოგები ამ მოწყობილობებისა. ეს არის ქაღალდის ფუგა და ეს არის ფოლდსკოპი. ქაღალდის ფუგა არის მოწყობილობა, რომელიც არის სრულფასოვანი ცენტრიფუგა. განსხვავებით ჩვეულებრივი ცენტრიფუგისა, რომელიც იყენებს დენს და იყენებს მაგნიტებს, მექანიკური ცენტრიფუგირება ხდება ქაღალდის ფუგის შემთხვევაში. ანუ ჩვენ ფიზიკურად ვატანთ ძალას და ეს არის წყარო ცენტრიფუგული ძალის წარმოქმნისა. მასალად არის შერჩეული ძალიან მარტივი კომპონენტები, ორი ცალი ჯოხი, რაღაცა ტიპის თოკი და ქაღალდი, რომელიც მუშაობს როგორც ცენტრიფუგის
ეგეწოდებული ბარაბანი, სადაც მაგდება სისხლის ნიმუშები. აი ეს წითელი რასაც ხედავთ, ეს არის რეალური სისხლი, რომელიც არის მოთავსებული თხელ შუშის კაპილარებში და დატრიალების შედეგად, ეს არის slow motion კადრები, წარმოიქმნება საკმაოდ დიდი ცენტრიფუგური ძალა, რომელიც უკვე ახერხებს სისხლის განცალკევებას პლაზმად და ერითროციტებად. პლაზმა არის ის მონაკვეთი, სადაც არის ჰორმონები, თუმცა წასულხართ ანალიზის გასაკეთებლად და გაკეთებად სისხლის საერთო კეთდება, იმით რომ ანცალკევებენ იმ ნაწილს სისხლისა, სადაც საბოლოოდ სითხე, პლაზმა, სადაც არის ჰორმონები და სხვა რაღაცები და ის ნაწილი, სადაც არის უშუალოდ სისხლის წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები და სხვა ესეთი ნაწილაკები, დიდი არის, უფრო მკვრივია, ის არის სალკეულ ფრაქციაში. და ფოლდსკოპი. ფოლდსკოპი არის სრულფასოვანი მიკროსკოპი ასე, რომელიც გაკეთებული არის პლასმასის თხელი ესეთი ნახევარ პლასმასის ტიპის მასალისაგან, რომლისთაც შეიძლება დათვალიერება ერითროციტების და დანახვა მალარიისა. თუ ვილაპარაკებთ ღირებულებაზე, ქაღალდის ფუგის თვითღირებულება არის დაახლოებით 20 ცენტი, ხოლო ფოლდსკოპის თვითღირებულება წარმოებისას არის $5. ჩვენ თუ შევადარებთ ამას იმ ფასებს თუ რაც არის სტანდარტულ მოწყობილობებში, ცხადი არის ის, რომ განსხვავებები არის ძალიან დიდი. და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის აფრიკაში, თუ ინდოეთში, თუ სხვა შედარებით უფრო ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებში, იმისათვის რომ მოხდეს ადრეწინული სიცოცხლის გადარჩენა, შემცირება ფასის არის გადამწყვეტი ფაქტორი. იმიტომ უფრო მეტ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სტომა ესეთ ხელსაწყოებზე და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს იმის გამო, რომ მოხდა ადრეულ დიაგნოსტირება. ანუ ბარიერი წლომისა ხდება ამის ამოღება. ეს არის პატარა ვიდეო მანუს ლაბორატორიისაგან. We can match centrifuges that cost all the way from $1,000 to $5,000. Ismis? But this is a tool that requires no electricity, no infrastructure. You can carry them around in your pockets for a price point of 20 cents. We call it a paperfuge. It's essentially a piece of paper, and we put in small holders for capillaries that we can fill with blood. And we have standard string, and we take two pieces of either PVC pipe or wooden handles, and then you just pull on it gently. As you spin, the disc is rotating back and forth. It's rotating in an oscillatory fashion, and there's a moment when the disc is stationary, and then it starts to unwind and go in the other direction as you apply a force. With this set of principles, we're able to essentially make a centrifuge that spins all the way to 120,000 RPM and 30,000 G-forces. In the lab, we can separate and pull out malaria parasites from blood. We can separate filaria, African sleeping sickness, separate blood plasma. It is an ultra low-cost centrifuge that's built out of principles of a very old toy, the Whirligig. This is a toy that I used to play with as a kid. The puzzle was that I didn't know how fast this would spin. And so I got intrigued and I set this up on a high-speed camera. And I couldn't believe my eyes. This thing, when you heard the noise, is actually going at 10 to 15,000 RPM. To me, that seemed like what we wanted to actually make a centrifuge. Before us, nobody had actually understood how this toy works. So we spent a significant portion of this time truly understanding the mathematical phase space for how you can convert linear motion into rotational motion. There's some beautiful mathematics hidden inside this object. There is a value in this whimsical nature of searching for solutions because it really forces us outside our own sets of constraints of what a product should actually look like. The centrifuge is the workhorse of any laboratory, from diagnostics to biology. And if you build a very essential, a key instrument, then you open up to a whole different variety of applications. We just got back from Madagascar. We took the tool out to the field to work with health workers, and we're starting a clinical validation trial on a larger scale to share it with the community and the healthcare service providers, get the feedback. So it's a very iterative cycle. There is of the order of 1 billion people around the world that live with absolutely no infrastructure, no roads, no electricity. So for us, the inspiration is to make the simplest possible tools that do the job well, such that you can get them distributed around the world. როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი
ფიზიკური პრინციპის გამოყენებით, რომელიც აღებული იყო სათამაშოსგან, რომელიცაც შეიძლება თქვენს კი ქონიათ გამოსლება თამაშის, ამ სათამაშოსთან, მოხდა ამის გარდაქმნა რეალურ სამეცნიერო ხელსაწყოში. რა თქმა უნდა, ალბათ ერთი კითხვა გექნებათ, ეს ყველაფერი კარგი არის, მაგრამ თითოეულ სამეცნიერო ხელსაწყოს აქვს თავისი პარამეტრი. ხო, მინიმალური ხარისხის პარამეტრი, რაც უნდა დააკმაყოფილოს. რამდენად სწრაფად ბრუნავს, რამდენად კარგად აკეთებს რაღაცას, რამდენად შეუძლია, რომ ის კონკრეტული ამოცანები, რაც არის გამომდინარე კონტექსტიდან, ის შეასრულოს. ჩვენ თუ ვილაპარაკებთ ამ ორ მოწყობილობაზე, პირველი ქაღალდის ფუგის შემთხვევაში, სისწრაფე, რომელიც ამ მთავარი პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ცენტრიფუგირების ეფექტურობას, არის 125,000 ბრუნი წუთში. რას ნიშნავს ახლა ესა? სტანდარტული ცენტრიფუგები, რომელთანაც შეიძლება ქონდეთ გამოსლება მუშაობის, აი როგორც თქვენ, არის 5,000-დან 25,000 ბრუნამდე წუთში. ხო, უმეტესობა სტანდარტული ლაბორატორიული ცენტრიფუგა. 125,000 ბრუნი წუთში არა მარტო საკმარისი, არამედ რამოდენჯერმე უფრო მაღალი არის, ვიდრე ისაც ჭირდება მინიმალური, რომ მივიღოთ განცალკევების შედეგი. და თქვენ თუ შეხედავთ, აქ არის დრო x ღერძზე ტრიალის და ეს არის პროცენტული შემადგენლობა, რამდენი არის სისხლის წითელი უჯრედები განცალკევებული, რამდენი არის გახსნილი მთლიანად სისხლში და ჩვენ ხედავთ, რომ ხდება ვარდნა რაოდენობისა და ხდება ამისი განცალკევება და დაახლოებით წუთზე და 20 წამზე უკვე გვაქვს კარგად ცენტრიფუგირებული ნიმუში. ჩვეულებრივი ცენტრიფუგები, რომელიც ლაბორატორიებში არის, სადაც ხდება სისხლის განცალკევება, მათ შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო 10-15 წუთამდე თუ იხმარეთ დავუშვათ 20,000 ან 10,000 ბრუნი წუთში. ამიტომაც არა მარტო საკმარისი, არამედ უფრო უკეთესიც გამოვიდა რეალურად. ფოლდსკოპის შემთხვევაში მე ვახსენე ეს მოწყობილობა, ფოლდსკოპი აქაც აგვაქვს, გამოიყურება აი ესე. ასევე გვაქვს სხვა ტიპის ცენტრიფუგა, არა ქაღალდის, არამედ პლასმასის ცენტრიფუგა, ეს არის უშუალოდ ჩვენი დიზაინი, ამასაც დაგანახებთ. და ფოლდსკოპის შემთხვევაში ეს არის უკვე განსხვავებული, მოდიფიცირებული ვერსია ფოლდსკოპისა, რომელიც ეხლა ჩამოყალიბდა სპინ-ოფი, ასე ვთქვათ, სტარტაპი წამოვიდა ამ ლაბორატორიიდან, რომელიც შექმნა უკვე ფოლდსკოპი, რომელიც არის საგამართლებო და კვლევითი მიზნებისათვის, რომელსაც ამას ყიდიან და ეს მოწყობილობა თავისი გადიდების და გარჩევადობის უნარიანობით, რაც ამ მთავარი მიკროსკოპისთვის, რამდენად პატარა ობიექტის გარჩევა შეგვიძლია, ხო? ანუ ორი წერტილი თუ არის ერთმანეთს შორის, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მათზე არის გაუსის ფუნქცია, ესეთი bell curve, რამდენად ესენი ერთმანეთში იზავება და რამდენად ვერ ვხედავთ ამას და რამდენად შეგვიძლია ისინი გავანცალკებოთ, არის მთავარი პარამეტრი მიკროსკოპიისათვის და თქვენ ხედავთ, რომ აქ, როდესაც გვაქვს კონკრეტული სამიზნე ოპტიკური, რომ დავინახოთ და გავარჩიოთ ობიექტები ერთმანეთისაგან, ჩვენ შეგვიძლია ძალიან პატარა დისტანციების გარჩევა, 500 ნანომეტრის. 500 ნანომეტრი ეს არის მიკრომეტრის ნახევარი, ანუ ეს არის 10 ხარისხად -6-ის ნახევარი. ანუ მილიმეტრის მემილიონედი არის ესა. კურსის განმავლობაში თქვენ შეიძენთ უნარებს, როგორც პრაქტიკულს, ასევე პრინციპებს ფიქრისა, დაგეგმარების, ანალიზისა, რომელიც მოგეხმარებათ, რომ შექმნათ მსგავსი მოწყობილობები და შეძლოთ ამის გაკეთება სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით. წარმოების ტექნიკების გამოყენებით, ანალიზის ტექნიკის გამოყენებით, პროგრამირებით და ციფრული დიზაინით, კადით. კურსის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დავეუფლოთ თითოეულ ამ უნარს პრაქტიკული სამუშაოებიდან გამომდინარე. ჩვენ გვექნება თითოეულ ლექციის მერე, გვექნება ვორქშოპი, რომელიც ძლდება დაახლოებით 1 საათი, რის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ამ უნარების ათვისებაზე. თქვენ გექნება წვდომა სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებზე და გექნებათ ასევე რესურსები დამატებითი, რომ თითოეული ლექციიდან ლექციამდე თქვენ მოემზადოთ და დამოუკიდებლად გარკვეული უნარები აითვისოთ.
ჩვენი მიზანი არის, რომ ასე ვთქვათ, გაგასინჯოთ ამ ყველაფრის გემო, გაიგოთ თქვენი შესაძლებლობები, აითვისოთ საბაზისო უნარები და მე მოგცეთ ის ყველაფერი, რომ თქვენ დამოუკიდებლად შეძლოთ ეს ყველაფერი კარგად დაითვისოთ, გააჩნია უფრო მეტად რა დაგაინტერესებთ. ეს თითოეული უნარი, რომელიც მე დავასახელე, არის ბაზა იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ასეთი ტიპის მოწყობილობების მოფიქრება, შექმნა და პატარა მასშტაბზე წარმოებაც კი. ჩვენ მე დაგანახებთ ახლა მაგალითებს იმისა ჩვენი პრაქტიკიდან, რას ვაკეთებთ, რა გაგვიკეთებია და რის გაკეთება არის შესაძლებელი და იმედი მაქვს, რომ თქვენს მოგცეთ ეს ინსპირაციას, რომ მოგინდეთ მსგავსი რაღაცეების გაკეთება და გაგიტაცოთ ამ ყველაფერმა. რაც შეეხება კურსის ფორმატს, კურსის ფორმატი მოიცავს ვორქშოპებს, რომელიც ძლდება 2-დან 4 საათამდე, ყოველ კვირა დღეს. შესაძლებელია, რომ ამ მომენტში ხდება დაზუსტება განრიგისა, შესაძლებელია, რომ ეს შეიცვალოს და იყოს ან შაბათს, ან კვირას უფრო მოგვიანებით. ამაზე ინფორმაცია ჩვენ გვექნება კვირის შუალედში დაახლოებით. თითოეული ეს ვორქშოპი მოიცავს 30-დან 45 წუთიან ლექციას, სადაც ჩვენ ახსნით რაღაცა კონკრეტულ თემატიკას და შემდეგ პრაქტიკული სამუშაო, რომელიც გრძელდება დაახლოებით საათი და 30 წუთი. ჩვენ გვექნება 15 წუთიანი შესვენება შუაში, იმისათვის, რომ თქვენ არ გადაიღალოთ და ეს იქნება ყოველკვირეულად გარდა კონკრეტული კვირებისა, სადაც გვექნება პრაქტიკული სამუშაოების მაგივრად საველე გასვლები. ასევე კვირის განმავლობაში თითოეული ლექციიდან ლექციამდე გექნებათ კონკრეტული ამოცანები, მასალები წასაკითხად, რაღაცა ვიდეოების ანახავად, რომ მზად იყოთ შემდეგი ლექციისათვის თუ პრაქტიკული სამუშაოსათვის. კურსის გეგმა გრაფიკი. ყველა ეს დოკუმენტი წესდარიგით უნდა გქონდეთ, თუ თქვენი სკოლის მასწავლებელმა გაგიზიარეთ, თუ არა და ლექციის ბოლოს მე თქვენ დაგანახებთ ამ ყველაფერს და გექნებათ საშუალება რომ კიდევ ერთხელ გადახედოთ და დაანახოთ თქვენს მშობლებს. კურსი გრძელდება 12 კვირა. როგორც ვთქვი, არის 2-დან 4 საათამდე ყოველ კვირას, გარდა მესამე კვირის გამოშვებისა, სადაც ჩვენ გვექნება საველე გასვლა სამეცნიერო საწარმო-კვლევით ცენტრებში 4-დან 6 საათამდე. ვიცით რომ თქვენ გაქვთ სკოლა დღის პირველ ნახევარში, ალბათ სხვადასხვანაირ პერიოდებში გიმთავრდებათ, ამიტომ ჩვენ გავთვალეთ ისე რომ გექნებათ 3 სლოტი, გააჩნია ვის როგორ უფრო მოსახერხებელი იქნება, ეს იქნება ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, რომელიც შეგიძლიათ რომ აირჩიოთ ერთ-ერთი დღე აქედან, კონკრეტულად ამ კვირაში, რომ ჩვენთან ერთად წახვიდეთ ამ სამეცნიერო საწარმო-კვლევით ცენტრებში, რომ ამას დაესწროთ. თქვენ გექნებათ ამის არჩევის საშუალება, გააჩნიათ თქვენ არის უფრო თქვენთვის მოსახერხებელი, გამომდინარე თქვენი დამატებითი სხვა აქტივობებისაგან, რასაც აკეთებს სკოლის მერე. კურსის ბოლოს 10 მაისს იქნება ხანგრძლივი ჰაკათონი. გვექნება შეჯიბრება დაგროვილი ცოდნის გამოყენებით სპეციფიურ სამეცნიერო ინჟინერულ ამოცანის ამოსახსნელად, გადაწყვეტის მოსაფიქრებად, რომელიც მოიცავს ახალი მოწყობილობის თუ პროგრამული ზნეყოფის შემუშავებას 9 საათის განმავლობაში. კურსის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციას მიიღებთ, ინტენსიური იქნება, მოთხოვნადი არის, მაგრამ მე ერთ რაღაც შემიძლია შეგკვირდეთ, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ამ ყველაფერმა, შეიძლება უნარებს, რომელიც გამოგადგებათ თქვენ სამომავლო კარიერაში, თუ გადაწყვეტთ რომ გახდეთ მეცნიერები, ინჟინრები, ან დაიწყოთ თქვენი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ეს უნარები ძალიან გამოგადგებათ და მიიღებთ ისეთ ინტენსივობის გამოცდილებას, რომელიც თავდაჯერებლობას მოგცემთ იმაში, რომ ნებისმიერი ამოცანა, რომელიც გაქვთ დასახული, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, შეგიძლიათ მოიფიქროთ, როგორ გადაწყვიტოთ და იპოვოთ ხერხი მის მისაღწევად. 17 მაისს იქნება კურსის დასასრული და დაჯილდოება. ყველა ის, ვინც გაივლის კურსს, მის დაამთავრების ბოლომდე, მიიღებს სერტიფიკატს და რა თქმა უნდა, გამოცდილებას ამ ყველაფრისა, რომელიც გამოადგება. მეოხსნე ჰაკათონი, როგორც ვთქვი, ყველა იღებს სერტიფიკატს, თუმცა გამარჯვებული გუნდი ჰაკათონში, რომელიც ყველაზე კარგად მოახერხებს დასახული ამოცანა შეასრულოს, მიიღებს გარდა სერტიფიკატისა პერსონალიზებულ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც თქვენ გამოგადგება თუ ხართ ზედა კლასებში უნივერსიტეტისათვის, მიიღებთ ასევე სტაჟირების შემოთავაზებას პარტნიორ ინსტიტუტებისაგან და სამეცნიერო-კვლევითი როგორც ცენტრებისგან, ასევე კომპანიებისაგან.
ჩვენი მიზანი არის, რომ კურსის დამთავრების მერე პირდაპირ გქონდეთ გზა კარიერისაკენ. ხო, იმიტომ რომ დღის ბოლოს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმაზე, რაც გავაკეთეთ მომავალში, უნარები გამოგვადგეს, ჩვენ გვინდა რომ ხელი შეგიწვით იმაში, რომ თქვენი უნარებასაც აქ შეიძენთ, გამოიყენოთ რეალურ კონტექსტში, რეალურ გარემოში, ეს იქნება კვლევით მიმართულებით თუ კომპანიაში დავუშვათ. ისიც ხსენება მინდოდა ასევე არის, რომ ჰაკათონი იქნება საკმაოდ ინტენსიური და იქნება როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ნაწილიც, ასევე ფიზიკური კომპონენტების შემუშავების ნაწილიც. შეიძლება დღეს ეს გეჩვენება და არარეალურად, როგორ შეიძლება რომ 9 საათში შევქმნათ რაღაც პროგრამული უზრუნველყოფა, როგორ შეიძლება რაღაცა მოვიფიქროთ, რომელიც კონკრეტულ ამოცანას გადაწყვეტავს, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ კურსს მიყვებით, თუ მიუდგებით სერიოზულად, თუ მოინდომებთ, ამას შეძლებთ და უფრო მეტსაც. და მე გაგიზიარებთ ჩემ პირად გამოსლებას ამ ყველაფრისა. კურსის წესები. წესების გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის ჩვენ მინიმალური რაოდენობა გვაქვს, მაგრამ რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, კურსი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, მათ შორის ზოგიერთი, რომელსაც გააჩნია მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული რისკის დონე. სამუშაოების დაგეგმარებამდე ხდება რისკის შეფასების გაკეთება და რისკის მინიმიზირება. ყოველ სამუშაომდე ჩატარდება უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რომლის მითების დამორჩილება არის აუცილებელი. თუ გინდათ რომ გახდეთ კომპეტენტური სპეციალისტები მომავალში, თუ გინდათ კომპეტენტური ადამიანები იყოთ ზოგადად, რომელიც რაღაც ამოცანას შეუძლეთ რომ კარგად შეასრულოთ, უნდა გესმოდეთ, რომ თითოეულ სამუშაოსთან არის რაღაცა რისკი. ხო? ჩვენ მუშაობთ 3D ბეჭდვასთან თუ სხვა რაღაცეებთან, ზოგიერთი მასალა უსაფრთხოა, მაგრამ აქვს გარკვეული თვისებები, თუ არასწორად მოეპყარი, თუ ხელი არ დაიბანე, გააჩნია გარკვეული რისკები ჯანმრთელობაზე. ამიტომაც იმისათვის რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ, აუცილებელი არის, რომ ის ინსტრუქტაჟი, რომელსაც ჩვენ ჩაგეტაებთ, ბოლომდე და სრულფასოვნად გაიაზროთ და დაემორჩილოთ მას. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევს იმას, რომ ვიღაც შეიძლება დაზიანდეს, ესი ალბათობად ძალიან დაბალია, მაგრამ მაინც არის და თქვენ შეიძლება ამის შედეგად დატოვოთ კურსი. ჩვენს არ გვინდა რომ მოხდეს, ამიტომაც, როდესაც იქნება ინსტრუქტაჟი, აბსოლუტურად და სრულფასოვნად უნდა მას დაემორჩილოთ. მეორე, კურსში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და გამომდინარეობს დაინტერესებიდან თემატიკისა და უნარებისა. თუ თქვენი ქცევა ამაზე არ მეტყველებს და კურსს უშლის ხელს, კურსის დატოვება მოგიწევთ. მეც ვიყავი თქვენ ხელა, მეც როდესაც ხარ გარემოში, სადაც ბევრი სხვა ადამიანი არის, გარდა თემატიკისა, რა თქმა უნდა, გინდა რომ დოდახარჯოს ხალხის გაცნობაზე, სხვა რაღაცების კეთებაზე, ეს ყველაფერი ნორმალური არის, მაგრამ თუ ეს ყველაფერი შეუშლის თქვენივე მიზნების მიღწევის პროცესს, ან სხვა მოსწავლეების მიზნების მიღწევის პროცესს, მაშინ თქვენ უნდა დავუთ კურსი. მიზანი ამისა არის ის, რომ თქვენ რეალურად დაეუფლოთ უნარებს და ამის პროცესში, რა თქმა უნდა, შეიძინოთ მეგობრებიც, რომელიც მსგავს რაღაცეებსაც შეისწავლიან და იქნებიან ამ რაღაცებს, ამ თემატიკებში დაინტერესებული, მაგრამ გარკვეული ესეთი ქცევები, ცანცარი თუ რაღაცების კონფლიქტები ან ესეთი მსგავსი რაღაცები არის დაუშვებელი და თუ თქვენ გინდათ, რომ რეალურად გამოგადგეთ ეს ყველაფერი აქა, აუცილებელია რომ მივდგეთ სერიოზულად და რა თქმა უნდა ჩვენ კიდევაც გვექნება გართობა და ასე ვთქვათ ფანი. კურსში დასაშვებია 2 გაცდენა. მესამე ან მეტი გაცდენისას ვერ მიიღებთ კურსის დამთავრების სერტიფიკატს. კურსი არის საკმაოდ ინტენსიური და აუცილებელი არის, რომ თუ თქვენ გინდათ, რომ რეალურად გაიგოთ და დაეუფლოთ ამ ყველაფერს, გქონდეთ მაქსიმალური დასწრება. კურსის გეგმა გრაფიკი ცნობილი არის, შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ შემდეგი კვირები, თუ რაღაცა შეიცვლება, ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ ამაზე რამოდენიმე დღით ადრე მინიმუმ და შესაბამისად ყველანაირი საშუალება გექნებათ, რომ მაქსიმალურად ჩავშეთ ამ გრაფიკში. თუ გააცდენთ 2-ზე მეტჯერ, მესამე გაცდენის შემდეგ უკვე თქვენ კურსის დამთავრებისასაც ვერ მიიღებთ სერტიფიკატს, იმიტომ რომ არ გექნება დამთავრებული ყველაფერი ესა. თუ რა თქმა უნდა, საპატიო მიზეზია და უფლოვშევა თუ გაცვებით და რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ვინ იცოლებდა ეს რაღაცები ნორმალური არის, ამაზე არანაირი პრობლემა არ ექნება, მაგრამ თუ მიზეზი არ არის ისეთი, რომელსაც თქვენ წინასწარ ვერ დაინახავდით, მაგ შემთხვევაში ეს წესები მოქმედებს. მეოთხე, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ეხაც უნდა გაიაზრდეს, მეცნიერება, კვლევა და ინჟინერია არ არის მარტივი საქმეები. ამოცანის გადაწყვეტისას დარკველებები არის გარანტირებული. ჩემი გამოცდილებიდან რო გითხრათ,
და ნიკო არის იმაში, რამდენი დრო ჭირდება, რამდენი რესურსი ჭირდება და თქვენი მიზანი ამ კურსის განმავლობაში არის, რომ შეძლოთ ამ ყოფის გათვლა და ამის გარდა იპოვოთ შემოვლითი გზები, რომ ცოტა დროში და ცოტა რესურსში მოახერხოთ რაღაცის გაკეთება. ამიტომაც განაწყეთ ის, რომ თუ თავდაჯერებლობა გაკლიათ რაღაც მიმართებებში, ეს უნდა შეიცვალოს, შეიძლება კიდევ დაინახავთ თქვენი მუშაობის შედეგსაც, მაგრამ როგორც თვისება, შეუპოვრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ თუ გინდათ რომ გამოცადოთ რეალურად როგორი არის პროფესიონალურ დონეზე მეცნიერება, კვლევა და ინჟინერია, სირთულე არის ყოველდღიური რეალობა. შემდეგი ნაბიჯები, თუ ამ ყველაფერთან დაგაინტერესათ, პირველი, როგორც ვახსენეთ მაგამდე, რომ დაანახოთ თქვენს მშობელს ან კანონმდებლო წარმომადგენელს საჭირო დოკუმენტაცია, ამ QR კოდის დასკანირებით შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ, ეს არის Google Drive-ის ფოლდერი, სადაც ოდესაც ამას გაუგზავნით, ყველა დოკუმენტაციაზე ეხნება სწორად რომ გადახედონ თითოეულ ამ დოკუმენტს. და მეორე, ამ დოკუმენტაციის გადახედვის შემდეგ შეავსებინეთ თქვენს მშობელს ან კანონმდებლო წარმომადგენელს პროექტის მონაწილეობის თანხმობის ფორმა. თუ თქვენ გინდათ რომ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში, აუცილებელია რომ ეს თანხმობის ფორმა იყოს შევსებული და დედლაინი ამისა არის პარასკევი 13 მარტი 4 საათი. შემდეგი ლექცია იქნება კვირას. თუ რამე არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, 15 მარტს 4 საათზე 2 საათზე ბოდიშით, ამიტომაც ჩვენ გვინდა რომ 2 დღით ადრე ყველას თანხმობის ფორმა გქონდეს, რომ არ იყოს ეს მომენტი, რომ თქვენ ვერ დაეშვებით კურსზე, იმიტომ რომ თანხმობის ფორმა არ გაქვთ მოწერილი. ნიკოლოზ დაგირიგებთ ასევე ფიზიკურ კოპიებსაც, თანხმობის ფორმასაც შეგიძლიათ წაიღოთ და თუ გირჩევნიათ, რომ რა თქმა უნდა ელექტრონულად არ გამოგზავნოთ თქვენ მშობლებს, პირდაპირ მოიტანოთ ფიზიკურად, მოაწერინეთ ხელი, მოგწერეთ ჯგუფში წინასწარ, რომ მაქვს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი, კვირას ოდესაც მოხვალთ, ჩვენ ამას ფიზიკურად ჩავებარებთ, ან თქვენ მშობლებმა უნდა გამოგზავნოს ეს იმეილზე, ყველა დეტალი არის ამ დოკუმენტებში, რომელიც აქვს QR კოდზე მიბმული. ხო, ასევე ეს დავამატებდი, ვინც დღეს ვერ მოხდა სიტუაციაზე მოსვლა, არ იქნება პრობლემა, რომ შემდეგ ლექციაზე გავუტანო და იმის შემდეგ მოიტანო. ამის მერე უკვე ფიზიკურად ანუ ისეთ რაღაცა კონკრეტულად შეხება, რომ თანხმობის ფორმა ჭირდება. კი ბატონო, კი ბატონო. სამდე მე გადავალ ჩვენებაზე კონკრეტული მაგალითებისა, იმ ყველაფერისა, რაც ჩვენ გვგამოსლება გაკეთების და მაგალითები იმისა, რასაც ჩვენ გააკეთებთ, ფიზიკურად თუ ციფრულად, გვაქვს კითხვებისთვის საშუალება, თუ გაქვთ რაიმე კითხვა, ესაა თქვენი მომენტი დამისვით. კი ბატონო. რო თქვა სახელი შენი და კითხვა. კი, მივალთ მაგაზე. გიორგი? ეს არის პირველი წელი, თქვენ ხართ პირველი კოჰორტი ამ ყველაფრისა. ამიტომაც ეს არის ექსპერიმენტალური, ასე ვთქვათ, საქართველოსათვის. ჩვენ დავამოდელირებთ ესა ჩვენს პარტნიორებზე, ზოგადად მანუს ჯგუფი ჩვენი პარტნიორი არის სტენფორდში, ისინი ატარებენ ამას პირველ და მეორე კურსელებისთვის უნივერსიტეტში. ჩვენ მათ კურსზე დავამოდელირებთ ეს კურსი და გადავწყვეტთ, რომ კიდევ უფრო ნორჩ ეტაპზე მოვსინჯოთ ეს ყველაფერი, ამიტომ თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, პირველები, რომელსაც ამას გაივლიან. არა. ჩვენს თქვენთან ერთად ვისწავლით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გვესმის სპეციფიკა ინჟინერიისა და მეცნიერებისა, თუმცა ასევე მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი და კომპონენტი ესაა ცოდნის ტრანსფერი. რამდენად შეგვიძლია რომ ეფექტურად ეს უნდა გადმოგცეთ თქვენ. ამიტომაც კურსის განმავლობაში კრიტიციზმი, ფიდბექი, უკავშირი არის მიღებული და პირიქით წახალისებული, თუ გექნებათ რაიმე შენიშვნები, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ რაღაცა, როგორ შეიძლება რაღაც დავხვეწოთ, გთხოვთ, მოდით, გითხარით, მოხარულები ვიქნებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი. კითხვები კიდე თუ არის. ოკეი, ესე იგი მე ჩემს საქმე კარგად გავაკეთე და კარგად დავხსენე ყველაფერი. კაია. რისი დანახება მივდო თქვენთვის? როდესაც ვლაპარაკობთ იგივე 3D ბეჭდვაზე, თუ ციფრულ უნარებზე, დავიწყებ 3D ბეჭდვით. ეს არის ჩემი პირადი მაგალითი. რამოდენიმე წლის წინ მე გავიკეთე ტომოგრაფია ჩემი თავისა, ეს გამოიყურება ჩემი ტვინი და თავისკალა და ჩვენ ჩემი მეგობრების წრეში საკმაოდ
ჩემ მეგობრის წესში გვიყვარს პრაქტიკული იუმორი და მე გადავწყვიტე როგორც ტალისმანი ჩემ მეგობარს ვაჩუქო, ჩემი ცხვირის ტომოგრაფიული მოდელი, რომელიც დავბეჭდეთ 3 დღეში გამოყენებით და ესე გამოიყურება ესა, როგორც წარმატების მომტანი ტალისმანი. რომ ესა თქო და სასაცილო არის და სახალისო, მაგრამ ეს რომ მოხდარიყო, აქ იყო ბევრი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი იყო, რა თქმა უნდა, ოდესაც გავიკეთე მე MRI და მე ამას მოძებდა უკვე იმისათვის, რომ ეს მოხდარიყო ციფრული ანალიზი. ხო, ეს მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, არის საკმაოდ დიდი მონაცემები, მე ხა დაგანახებ თქვენ ასევე რეალურ მონაცემს. ეს არის ჩემი მეგობარი გოგოს ტომოგრაფია, კატე უბრალოდ სადაც არის აკეთებული ტორსის ტომოგრაფია რენტგენული სხივების გამოყენებით. აი ეს მონაცემები ახლა რაც არის საკმაოდ დიდი მონაცემი და იმისათვის რომ ჩვენ ავიღოთ ესა და აქედან რაღაც ინფორმაცია გამოვიღოთ, ან გავაკეთოთ ისაც მე გავაკეთე, ცხვირის დაბეჭდვა, ჩვენ გვჭირდება ეს მონაცემები დავამუშავოთ. დავამუშავოთ და გარდაგვქნათ ფაილად, რომელიც შეიცავს მარტო იმ ინფორმაციას, რაც გვინდა, ამას ქვია სეგმენტირება, დავასეგმენტიროთ რაღაცა მონაკვეთი და მე გადავაქცევთ დაბეჭდვად ფაილად. დაგანახებთ ერთ მაგალითს, ეს არის ზუსტად იმ მონაცემიდან, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეხლა დავავიზუალიზიროთ 3D viewer-ის გამოყენებით. ამ პროგრამას ქვია Fiji Imager, რომელსაც თქვენ გაეცნობით, არის ზოგადად ციფრული დამუშავებისათვის გადასარავი პროგრამა და ეძლევა საშუალებას, რომ გავაკეთოთ ნებისმიერი ტიპის სურათების დამუშავება. აი ეს არის გაციფრებული მთლიანი ტორსის სკანი და ეს ყველაფერი კი, როგორ არის? კი, შეგვიძლია რომ ეს დავასეგმენტიროთ. ეხლა თქვენ ხედავთ ეს არის მთლიანი სხეული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვკვეთოთ მარტო ჩონჩხი. მარტო მაგალითად ზურგის ხერხემალი ან დავუშვათ რაღაც ტიპის ძვლები. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს აქ თქვენთვის სანახავად. და ეს გამოიყურება აი ესე. ეს დასეგმენტირებული ჩონჩხი. იქიდან გამოიყენა? კი. მე ახლა ამას შემიძლია დაგანახოთ როგორ ხდება. ამას თქვენ გაივლით უშუალოდ ციფრული ანალიზის ლექციაზე, როგორ ხდება ამ ყოფის გაკეთება, მაგრამ პრინციპი არის ძალიან მარტივი. თქვენ ხედავთ, რომ ახლა ამ ფაილებში, ამ სურათებში არის თეთრი მონაკვეთები და არის ნაცრისფერი მონაკვეთები. თეთრი მონაკვეთი არის ის, რაც არ ატარებს დიდად სინათლეს. სინათლე ამ შემთხვევაში არის რენტგენული სხივები. რაც უფრო თეთრია რაღაცა, მით უფრო მკვრივი არის. ჩვენ შეგვიძლია რომ თითოეულ ამ სურათზე გავაკეთოთ განცალკევება იმის მიხედვით თუ რა არის ამ კონკრეტული მონაკვეთის სითეთრე, ასე ვთქვათ, ანუ ინტენსივობა პიქსელისა. როგორც გითხარით, ეს ძალიან დიდი ფაილები არის, მათთან მუშაობა რთული არის ზოგადად და ამიტომაც ახლა ჩემო კომპიუტერმა გაჭედა. რაც ხდება ხოლმე და როგორც გითხარით, დაბრკოლებებზე და სირთულეებზე უკვე დაიწყო და შეეგუეთ, რომ აწი ესე იქნება, მოგვიწევს შემოვლითი გზების პოვნა. ესე იგი, გავხსნათ ისევ Fiji, მე ხა გავაკეთებ ამას real time-ში, როგორ ხდება ამის გაკეთება, როგორც მაგალითი. Fiji არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არის open source, ზოგადად რომ გესმით, open source პროგრამული უზრუნველყოფა არის ის, რაც არ ჭირდება ლიცენზია, ფულის გადახდარი, უფასო, არის community ინიციატივა, ანუ უამრავი ადამიანის უფლოს გარშემო თავისუფალ დროს, როგორც ხო ბიუთმობს იმას, რომ გაწეროს კოდი ამ პროგრამული უზრუნველყოფისათვის და რომ თქვენ გქონდეთ საშუალება გამოიყენოთ ეს ყველაფერი უფასოდ. ესე რაღაც ფორმა ალტრუიზმისა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, იმიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ უფასოდ.
მე ხა გავაკეთებ იმპორტირებას image sequences-ისა. ეს არის საწარმოო მასალა, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში და მისი წარმოება საკმაოდ დიდი ბიზნესი, საკმაოდ დიდი სფერო არის. ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, თუ შენ აწარმოე ეს გიფსოკარდონი, როდესაც მასში არის ბევრი წყალი, ნესტი გაჩნდება, ნესტი იწვევს ოფს და იწვევს იმას, რომ გიზიანდება მასალა და გადასაგდები. ამიტომ კომპანიები, რომელიც ამას აწარმოებენ, ძალიან უნდათ რომ გქონდეთ რაც შეიძლება სწორ რაოდენობაში თაბაშირი მოყავს ფილები. და ამის გაზომვა არის რთული პროცესი. ჩვენ სტანდარტულად უნდა ავიღოთ ეს ფილა, დავჭრათ, გავაცხოთ ღუმელში და გავიგოთ წონის დაკლება რამდენი ხდება გაცხლების მერე. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ შემუშავება ესეთი კომპანიისათვის ტენიანობის გამძლე მოწყობილობისა, რომელიც მუშაობს უკონტაქტოდ. ეს არის მისი დიზაინი კადში, ხო? თქვენ იცავთ როგორ შეიძლება ამის აწყობა, უმეტესად ზომაზე ზუსტი, სადაც ჩვენ გვაქვს ანტენების წყვილი, ანტენებიც ასხივებენ მიკროტალღებს და ანტენების დასხივების ანალიზს ვაკეთებ და ვღებულობთ აი ამ კონკრეტულ გუმბათის ტერიტორიაზე მაგალითად, სადაც არის დასხივების წერტილი, რამდენი არის ზუსტი რაოდენობა ტენიანობისა. და ჩვენ ესეთი სისტემა აწყობილი გვაქვს და დადგმული გვაქვს ერთ ქარხანაში. განახეთ ახლა ფიზიკურად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ესე იგი ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გამოიყურება აი ასე. აი ესა ფოტოსაწარმო ხაზიდან, სადაც გვაქვს დადგმული ეს ანტენები, ამ ფოტოში არის ორი ცალი და გვაქვს გაკეთებული ზუსტი რეპლიკა საწარმო ხაზისა. აი ეს მონაკვეთი არის, რომელიც ჩვენ გავაციფრულეთ და ეს ანტენები გვაქვს დადგმული და გაკეთებული ერთ-ერთ დიდ საწარმოში, რომელიც სხვადასხვა საქართველოში მდებარეობს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც შეეხება ფოტოების ანალიზს, ციფრულ ანალიზს. რაღაცებისა, რის საშუალებით გექნება, ეს არის თერმული ანალიზი ობიექტებისა. საწარმო ხაზზე ჩვენ უყურებდით ეს ფილები გამოდიან ფეჩებიდან და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო გაგვეგო როგორი არის გადანაწილება სივრცეში ტემპერატურისა. ანუ ეს ფილები რო ცხელდება, იქ სადაც ყველაზე მეტად ცხელდება, იქ წესი უნდა გამოუშვეს ყველაზე მეტად. ამიტომაც გვაქვს ორი პარამეტრი: რეალური ტენიანობის რაოდენობა და რამდენად ხურდება რაღაცა. ეს არის კადრები, რომელიც გადაღებულია აი ამ თერმალური კამერით და თქვენ გექნებათ მასზე წვდომა. ეს არის კადრები პირდაპირ საწარმო ხაზიდან. ეს არის იისფერი, ესაა ცივი და ეს არის ფილები, რომელიც გამოდის ხაზზე. თქვენ ხედავთ ამ ორ ანტენას, რომელიც ჩვენ იქ გვიდგას და იქ სადაც არის გაცხელებული კარგად. ჩვენი ჰიპოთეზა არის ის, რომ უნდა იყოს ნაკლები წყალი, სადაც უფრო მეტი წყალი არის, უნდა იყოს უფრო მეტად სიცივე. ჩვენ ამაზე ახაც მუშაობთ და ვამოწმოთ რამდენად არის ეს თეორია რეალური. ამ სისტემის შემუშავება, რომელიც ტენიანობას ზომავს და რომელიც სიზუსტით არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა ამ მომენტში მარკეტზე, ჩვენ მოახერხეთ დაახლოებით 4 თვეში, 3 თვეში. ნულიდან. ამიტომაც ის ჩვენასაც გასწავლეთ გამოგადგებათ რეალურ ამოცანებში და ჩვენ თავზე გვაქვს ასე ვთქვათ გამოსული და დატესტილი. და რა თქმა უნდა, ცხვირის დაბოჭდას თუ მოგინდება, თუ გექნებათ MRI, ესეც ამ ყოველში მოგეხმარებათ. რაც შეეხება ფიზიკურ კომპონენტებს, მე გიხსენეთ თქვენ ცენტრიფუგა, ჩვენ შევიმუშავეთ მსგავსად ქაღალდის ცენტრიფუგისა, პლასმასის ცენტრიფუგა, ესაა გაკეთებული 3D ბეჭდვით, სადაც არის ისევე მსგავსად ორი ცალი მოსაკიდი ხელისა და არის ესეთი ბარაბანი. ბარაბანში არის სლოტები, სადაც მოხსნის შედეგად შეიძლება მოთხოვდეს ეპენდორფის სინჯარები. ეპენდორფები არის ესეთი სინჯარები, რომელიც ყველა ლაბორატორიაში პრაქტიკულად ძალიან მარტივ გამოსაყენებელია და როგორც ჩვეულებრივი ცენტრიფუგა ჩვენ გაზომილი გვაქვს ამის ტრიალის სისწრაფე და მაქსიმალური სისწრაფე არის 15000 ბრუნზე ზემოთ. მაგაზე მეტს უკვე ვეღარ ვზომავთ. ამის წარმოებას ჭირდება დაახლოებით 2 საათი
დიზაინი გავაკეთე დაახლოებით 1 კვირაში და თვითღირებულება არის 10 ლარზე ნაკლები. კარგი კითხვა არის ძალიან. ესე იგი, ჩვეულებრივ ცენტრიფუგებთან შედარებით, რომელიც მუდმივ ტრიალს ინარჩუნებს, ამას გააჩნია პერიოდულობა. ანუ პიკი არის სისწრაფის და მერე ვარდება პიკი და სისწრაფის. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასე ვთქვათ, ინტეგრაცია ნაწილებით, ეს პიკის მონაკვეთი რამდენი ხანი გრძელდება და გავაკეთოთ დროის მაგივრად ტრიალების რაოდენობით. ხო, ანუ რამდენჯერ გავწევთ და გამოვწევთ. იმისათვის რომ მივიღოთ იგივე შედეგი დავშვათ სიცხლზე, რასაც მივიღებდით ჩვეულებრივ ცენტრიფუგას ლაბორატორიაში რომ არის, ამას ეყოფა დაახლოებით 4 წუთი დატრიალებისა, ან თუ ვილაპარაკებთ ამ გაშლით დაკეცვით, დაახლოებით 120 ესე გაშლა დაკეტვა ეყოფა სრულიად. 30 დაკეცვა გახსნაზე უკვე შეგიძლიათ თუ განაცალკევოთ საფუარი და სხვა ობიექტები. ეს ერთი მაგალითი ამისა, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამის არის უსაფრთხოება, ხო? როდესაც ესეთ რაღაც ვაკეთებ, რომელიც ბრუნავს 15000 ბრუნით წუთში, ეხლა ეს რო გასკდეს, ვიღაცა შეიძლება რომ თავი, არა, მაგრამ თვალი დაკარგოს ნამდვილად. ამის მოსაფიქრებლად ეს არ არის ჩვეულებრივი თოკი, ეს არის თოკი, რომელსაც იყენებენ სათევზაოდ მარლინებზე. თუ ვინმეს ჰქონიათ გამოცდილება საზღვარგარეთ ზღვაში თევზაობის, მარლინი არის ესეთი დიდი თევზი, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს 130 და 150 კილოზე მეტს, არის ძალიან სწრაფი და იმისათვის რომ ეს თევზი როდესაც ქაჩავს შენს ანკეს, რო არ გასკდეს ეს ყველაფერი, გამოიყენება სპეციალური, თორს ესა ნილონისგან გაკეთებული მასალა, რომელიც ძლებს 300 კილოს, ესა 300 კილოს გათვლილი. ამიტომაც რამდენად ძლიერი არ უნდა იყოთ, რამდენად არ უნდა დადიოდეთ ჯიმში, ამას ვერ გახლიჩავთ დამეწმოთ. ერთ-ერთი გზა არის, რომ თვითონ აი ეს შეკვრის მონაკვეთი, რომელიც არის სუსტი წერტილი, გაიხსნას, მაგრამ არ გაწყდება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცის შექმნაზე, პარამეტრების ჩამოყალიბება რა არის, უსაფრთხოების პარამეტრი რა არის, სიზუსტის პარამეტრი არის აუცილებელი ნაწილი. აქეთ ასევე გვაქვს სხვა მოწყობილობები, ეს არის 3D ბეჭდით გაკეთებული სრულიად ციფრული მიკროსკოპი. ამაში არის გაკეთებული, ჩადგმული არის Raspberry Pi-ის პლატა შიგნით და გააჩნია ავტომატიზირებული გადაადგილების მექანიზმი. 3 ცალი ღერძი არის, 3 ცალი სერვოძრავია, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ პროგრამულად მისცეთ დავალება და გადაადგილდება. ამით შესაძლებელია გადაღება ფოტოების და ჰისტოლოგიური ნიმუშებისა, კონტროლის სინათლისა და მუშაობს ჩვეულებრივ powerbank-ზეც კი. თქვენ კურსის განმავლობაში ამასაც თქვენთონ ააწყობთ და კიდევაც შეიტანთ დიზაინში ცვლილებებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, რომელიც ჩვენ ეხლა ხაზს დავიწყეთ, ეს არის ოპტიკა. კერძოდ ჩვენ თუ ლაპარაკობთ მიკროსკოპიაზე თუ ტელესკოპიაზე, თუ ლაპარაკობთ ნებისმიერ ტიპის გაზომვაზე, რომელიც ხდება თვალით, ან თუნდაც სამხედრო სამიზნეები, რომელიც არის, ხო? მოითხოვს შუშას. შუშა არის ძვირი, რთული სამუშაო, ეს არის შუშისგან გაკეთებული მენისკური ლენზა, მის ფუნქცია ის რომ დააფოკუსიროს სინათლე, ჩვენ ხა თუ გვექნება სინათლე შეგვიძლია დავინახოთ ეს ეფექტი, კონკრეტულ ფოკალურ დისტანციაზე. ეს არის გაკეთებული, აქ ოდნავ მუტყარია გვერდი, პლასმასის გამოყენებით. ეს არის თხევადი პოლიმერი, რომელიც ისეთი თხევები, რომელიც მიდის ჩვეულებრივ თხევად 3D პრინტერებზე, ეგრეთ წოდებული SLA პრინტერებზე, ჩვენ გამოვიყენოთ, რომ შეგვექმნა ყალიბში, მეტალისგან გაკეთებული ყალიბში ჩაგვეცხა და გაკვეთებინა ლინზა. თქვენ თუ შეხედავთ ამის გამჭვირვალობას, რაც მთავარი პარამეტრი შუშის მსგავსი არის და შეგიძლიათ თავისუფლად წაიკითხოთ, გაადიდოთ, შეამციროთ ობიექტის ზომები. და ამის გაკეთება შესაძლებელი არის 30 თეტრად დაახლოებით, თუ მასალაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეადაროთ, გადააწოდოთ ერთმანეთს. კი, თუ სინათლესაც მიანათებთ, დაინახავთ მის ეფექტს. კურსის განმავლობაში ჩვენ მოვსინჯავთ ბევრ რაღაცას, მიკროკონტროლერების პროგრამირება, სხვადასხვა ტიპის ძრავების კონტროლი, რომელიც გვაქვს აქეთკენ. გვაქვს ასევე, რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე, პროტოტიპირება, მოწყობილობის ფორმების შექმნა, დაბეჭდვა. ესეც თუნდაც არის მაგალითად მიკროსკოპის ნაწილები ქარქაშისა. თქვენ ისწავლით ამის გაკეთება როგორ შესაძლებელი და რაც თავი ისწავლით, როდესაც რაღაცას ვქმნი, რა პრინციპების საფუძველზე ვქმნი გამომდინარე ამოსანიდან. შეგიძლიათ მიხვიდეთ, დაათვალიეროთ, შეათვალიეროთ, მოკიდოთ ხელი, ოღონდ არაფერი არ წაიღოთ, მაგის საშუალება გექნებათ შემდეგ სამუშაოებზე და ესეც აქვე გვაქვს სხვა ტიპის მასალები,
მე ვახსენე 3D ბეჭდვა, 3D ბეჭდვაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პლასმასები, ზოგიერთი არის მყარი, ზოგიერთი უფრო მოღუნვადი, ზოგიერთი გამძლე ულტრაისფერის მიერ. ეხლა ეს არის მაგალითად TPU, თერმოპოლიმერი, რომელიც გაკეთებულია თორსტები ურეთანისაგან. ეს არის კიდევ PLA. PLA არის ხშირად გამოყენებადი მასალა, PLA არის ლაქტიკური მჟავის პოლიმერი. ლაქტიკური მჟავა კიდე არის დამჟავებულ კომბოსტორში და რძეში და იოგურტში. ეგ პოლიმერები რო ავიღოთ და რო შევაერთოთ ერთმანეთში, მივიღებთ შეღების შედეგად ესეთ მასალას, შეგიძლიათ გადააწყვეტოთ და მოკიდოთ, რომელიც არის მყარი. და ეს არის TPU. TPU არის როგორც რეზინა. აი ეს ხვირი მაგალითად მაგით არის დაბეჭდილი. შეგიძლიათ გადააწყვეტოთ. ამაიც მოდი შენ მოგცემ და შენ გადააწყვეტე. აქედან. მოკლედ კურსის განმავლობაში თქვენ დაეუფლებით სხვადასხვა ტექნიკებს წარმოებისა, დაგეგმარებისა და რაც შეეხება ჩვენს პირველ ლექციას, თუ დაგაინტერესათ ამ ყველაფერმა, ჩვენი პირველი ლექცია მოდით გავხსნათ აქა. ეგმა გრაფიკი. ჩვენი პირველი ლექცია იქნება კვირას 15 მარტს. და ეს იქნება ლექცია, რომელიც იქნება საფუძველი კურსზე ფრუგალურ მეცნიერება და სისტემური აზროვნება. მე ვახსენე პრინციპები აზროვნებისა, მთავარი რაღაც რაც აქვს მეცნიერს, ინჟინერს, ან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული ამოცანა დასახული, ეს არის როგორ ფიქრობს ის პრობლემებზე. როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცა ამოცანა, მთავარი არის მიდგომა, როგორ გავაანალიზებთ, როგორ დავშლით მარტივ მომრავლებად, როგორ მიუდგებთ ამ ყველაფერს და ჩვენი პირველი ლექცია იქნება ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეიძლება თქვენი აზროვნების უნარები განავითაროთ კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად. მოგცემთ ბევრი რესურს ამისათვის, წიგნები არის სხვადასხვა, მე მგონი ყველას გესმით ინგლისური საკმაოდ კარგად. შეგეძლებათ რომ მათ გადმოგხაჩოთ ინტერნეტიდან, წაიკითხოთ და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა მასალების გამოყენებით შეიძნოთ საფუძველი ცოდნისა იმისათვის, როდესაც ჩვენ ვილაპარაკებთ რაღაც უკვე პრაქტიკულ სამუშაოებზე, თქვენ შეგეძლოთ ამ პრინციპების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. თუ სხვა კითხვები არა გვაქვს, შეგვიძლია დავასრულოთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ყველაფერს გადახედოთ, ნიკოლოზი დაგირიგებდეთ ან შეგიძლიათ გამოართოთ ფორმები და თუ რაიმე კითხვები კიდე გექნება, ჩვენ კიდე 15 წუთი აქ ვიქნებით, შეგვიძლიათ რომ ნებისმიერ რაღაცაზე გაგცეთ პასუხი. მადლობა.